მუშაობას. ქართულ ებრაული 26 საუკუნოვანი ისტორია ის თარიღი საქართველოში სპეციალური კვირეულით აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით ორშაბათიდან დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ღონისძიება დაგეგმილი გაიხსნება რამდენიმე წლის წინ დახურული და ამ დროისათვის რესტავრირებული ქართულ ებრაული მუზეუმიც. 1940 წლიდან აქ სახლობს უკვე საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქართულ ებრაული მუზეუმი წელს 80 წლის ხდება. ანტისემიტური მოძრაობის გამო 1951 წელს დახურული მუზეუმი მხოლოდ 90-იან წლებში აღდგა, თუმცა შენობის სიძველის გამო მისი საბოლოო სახით გახსნა ვერ ხერხდებოდა. ერთადერთი გახლავთ ესტერის ძეგლი. წლების განმავლობაში ნაგროვები ექსპონატები ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებშია გადანაწილებული. ისინი საკუთარ ადგილს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებიან. რესტავრაციის შემდეგ განახლებული მუზეუმის ოფიციალური გახსნა ქართულ ებრაული მეგობრობის იუბილეს მიეძღვნა. ესაძაგება 26 საუკუნოვან ჩვენი მეგობრობის იუბილეს ქართველთა და ქართულ ებრაელთა და საერთოდ ებრაელთა. ამავე დროს ამ მუზეუმის 80 წელი გახლავთ და საიუბილეო თარიღია და ამავე დროს თვითონ შენობის 100 წელი სრულდება. ორ ერთს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ივრითზე ვეფხისტყაოსანის დაიბეჭდა. წიგნის გმირების გაცოცხლება კი ქეთი მატაბელმა სცადა. ებრაულად ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი სწორედ მისი ილუსტრაციებით გაფორმდა. სურვილი იყო რომ გამემთლიანებინა ჟამთასვლის დაკარგული კავშირი, ანუ ის კავშირი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ამ პოემასთან, იმ საუკუნეებთან, როდესაც ჩვენში ყველაზე მე-12 საუკუნეში ეს ოქროს ხანა იყო ყველაზე ძლიერი და საამაყო ჩვენთვის და დაგვეკარგა ეს ცოდნა და აი ამ ცოდნის აღდგენა მინდოდა. წინუშავდა უკვე გამოცემული არის გაპონოვის მიერ თარგმნილი ივრითზე რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ეს ერთობლივი პროექტია კულტურის სამინისტროსთან ერთად, მათ სერიოზული მხარდაჭერა გაგვიწიეს ამ ჩვენ წამოწყებაში. ქართულ ებრაული მეგობრობის 26 წლიანი იუბილეს აღსანიშნად თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებიც იგეგმება. საზეიმო კონცერტებს, ბიზნეს ფორუმს და სამეცნიერო კონფერენციას ქართველი ებრაელები და ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება კი სპორტის სასახლეში გაიმართება. კარატეში მსოფლიოს თასის გათამაშების გახსნის ცერემონიას 10,000-მდე ადამიანი იხილავს. ნანატრი დღე დადგა, ჩამოდის ისრაელის დელეგაცია სრული შემადგენლობით, არა მარტო ისრაელის, მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან და ეს არ არის მარტო ქართულ ებრაული მეგობრობა. ეს არის საქართველოს ტოლერანტობის კიდევ ერთი გამონათებული დღე. ღონისძიებების ფართო ჩამონათვალია, სპექტრი ფართოა და ჩვენი სტუმრებიც 150 სტუმარს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართულ ებრაული მეგობრობის დღეები 20 ოქტომბერს გაიხსნება.